საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მეფე დავითთან და მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ხელნაწერები, დავით აღმაშენებლის ეპოქის ხელნაწერი მემკვიდრეობა. ამ სახელწოდების გამოფენა წმინდანის ცხოვრებასა და სახელმწიფოებრივ კულტურულ მოღვაწეობას ეძღვნება. დავითობას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გამოეხმაურა იმ კულტურული და ინტელექტუალური მემკვიდრეობის გამოფენით, რომელიც დაცული არის ჩვენს ცენტრში. ზოგადად თუ კი რამე ვიცით დავით აღმაშენებელზე, ყველა ისტორიული წყარო არის სწორედ ჩვენთან ხელნაწერებში დაცული. დავითი არის ალბათ ის კლასიკური მოვლენა, როგორც საქართველოს ისტორიაში და შეიძლება ითქვას მსოფლიო ისტორიაშიც, რომელმაც განახორციელა ღონისძიებები, რითიც ფეხზე დააყენა სახელმწიფო. და სწორედ ამ წყაროებიდან ვიგებთ მან რა ნაბიჯები გადადგა ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად. რა იყო ეს? განათლების რეფორმა, სასამართლო რეფორმა, სამხედრო რეფორმა, საეკლესიო რეფორმა. იცით, შეიძლება რეფორმა არც დავარქვათ ამას, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რითიც მან საფუძველი ჩაუყარა გამართული ქართული სახელმწიფოს ფუნქციონირებას. ასევე არის გარკვეული ცნობები, რომელიც ნაკლებად ცნობილი არის ფართო საზოგადოებისათვის და ის სწორედ ხელნაწერებში არის დაცული. მაგალითად, აქ გამოფენილი არის ავჟანდაძეთა სასისხლო სიგელი. მართალია ეს სიგელი შეიცავს ხალხურ თქმულებას, მაგრამ ძალიან საინტერესო ფაქტია თავისთავად, რომელიც მოგვითხრობს დავითის შესახებ, როდესაც აშენებდა გელაც, იგი გადმოვარდნილა გალავნიდან, მძიმედ დაშავდაო, საბუთი ასე გვეუბნება, 305 ექიმი მოიყვანესო და ვერავინ უშველაო. ბოლოს თქვეს, რომ მას მხოლოდ და მხოლოდ უშველი და თუ კი ჩააწვენენ ირმის რძეში. და აი ყოფილა ვიღაც ავჟანდაძე, ამ ავჟანდაძეების წინაპარი, ვისაც ეს დოკუმენტი მიემართება, რომელსაც ყოლია 12 მეწველი ფურირემი. და აი სწორედ მას მიუცია ირმის რძე მეფისთვის, რასაც გადაურჩენია დავითი. აი ესეთი ფოლკლორული ცნობები მხოლოდ და მხოლოდ ამ ერთ კონკრეტულ დოკუმენტში არის შემორჩენილი. წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი ძლიერ პოლიტიკურ ფიგურასთან ერთად იყო დიდი ქრისტიანი და უდიდესი სულიერების მატარებელი მეფე და პიროვნება. ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის ის საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანთა დასში შერაცხა. ექსპოზიცია მიზნად ისახავს მისი ეპოქის ხელნაწერი მემკვიდრეობის წარმოჩენას. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს 8 თებერვალს აღნიშნავს. ჩვენს გამოფენაზე გამოტანილი არის დიდი სჯულის კანონის და რუის ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლის წერაც. ამასთანავე ყველაზე მეტყველი ჩემთვის პირადად და ალბათ საზოგადოებისთვისაც არის გალობანი სინანულისანი, რომელიც დავით მეფემ დაწერა. და სხვათა შორის საინტერესოა ეს ხელნაწერი იმითაც, რომ ის არის ასევე ქართველი მეფის თეიმურაზ მეორის ავტოგრაფი, მის მიერ არის გადაწერილი. ქართლის ცხოვრება, რომელიც მოგვითხრობს დავითის შესახებ და რომელშიც შესული არის სხვა მრავალ თხზულებასთან ერთად ერთ-ერთი გახლავთ დავითის უცნობი ისტორიკოსის ცხოვრება მეფით მეფისა დავითისა, სადაც თავიდან ბოლომდე არის აღწერილი მეფის მოღვაწეობა და ჩვენი ერთადერთი ძირითადი წყაროს სწორედ გახლავთ მეფე დავითის ცხოვრების ეს ნაწილი. ამასთანავე თვითონ ეპოქის ამსახველი ხელნაწერებიც არის გამოტანილი. ერთ-ერთი შესანიშნავი ხელნაწერი ეს გახლავთ გელათის კატენებიანი ბიბლია, რომელიც გამოფენილი არის. რას ნიშნავს კატენებიანი ბიბლია? მას ტექსტ გარშემო არშიებზე დაუყვება განმარტებები. იქვე არის განმარტება მოცემული იმ ტექსტისა, რომელსაც შეიცავს ესა თუ ის ფურცელი. თავად ხელნაწერი და აი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო არის. ის წარმოაჩენს ამ პერიოდის საღვთისმეტყველო ფილოსოფიური აზროვნების დონეს ქართული საზოგადოებისა. გამოფენის პარალელურად ტარდება საგანმანათლებლო აქტივობები, რომლებიც განკუთვნილია დაწყებითი და საშუალო საფეხურის სკოლის მოსწავლეებისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში წარმოდგენილი ექსპოზიციის ხილვას დამთვალიერებელი 20 თებერვლის ჩათვლით შეძლებს.